მოკლედ წავიდეთ ახლა კამერის შესამოწმებლად ფოტოხაფანგის გუშინ დავაყენე და ვნახოთ ერთ დღეში რა არის გადაღებული. ბილიკი ისეთია, რომ სულ აქტიურობს ცხოველი და შეიძლება არც იყოს არაფერი გადაღებული. ერთ დღეში იმიტომ მოვედი, რომ უნდა გადავიტანო სხვა ადგილას, სადაც ბინადრობს კურდღელი და მინდა კურდღლის გადაღება. იმედია დაგხვდება ახლა რამე ცხოველი გადაღებული. თუმცა ერთი დღე ძალიან მცირე დროა ფოტოხაფანგის შესამოწმებლად. აი როგორი სოკოებია. პატარა. აქ ახლოს არის კამერა დაყენებული. ეხლა მივალ. იქ რაღაცა აფრინდა. ვერ დავინახე რა იყო. აი ეს ზოგადად ცოტა დამჭკნარა. ამას ქვია იუდას ყური. აი ამ ხიდან ამიფრინდა ერთხელ ტყის ბუ და რამდენჯერაც მოვალ სულ ვეძებ. იქნებ იჯდეს სადმე. არა შეიძლება ის და ვერც ვხედავ. აი რამდენი სოკოა. აღონდეს არ არის საჭმელად ვარგის. აქ ახლოს არის სადღაც დიდი ჭრელი კოდალას ბუდე. და აი დაიწყეს ხმაური. უნდათ რომ გამიტყუონ. გონიათ რომ ბარტყებს ვერჩი მე. გავდივარ, სამშვიდდით. აბა თუ გამოჩნდება. არა ჩანს. ამ ფოთლებში იმალებიან. და აი მოვედით კამერასთან. ჩვენი ფოტოხაფანგი. შევამოწმოთ ახლა. ო 49 კადრი.
59 კადრი. უნდა იყოს 59. ოპა. ეს რა ცხოველია? ენოტი. აბანახოთ კიდე თუ გამოივლის კადრში. აი. ენოტი გადავიღეთ. სუპერ. კიდე თუ გამოვა კადრში. ვა, ამდენ კადრს არ ველოდი ერთ დღეში. კვერნა. სუპერ, ერთ დღეში ორი სახეობა უკვე არის გადაღებული. აქ რა ხდება? ვა, აქაც რაღაც ცხოველი გარბის. ავაჩავთ. გავიდა, ნეტა რა იყო. წავალ კოდალებო, წავალ. გამშვიდდით. ვა, კიდე რაღაც ცხოველია, ციყვი მე მგონი. უნდა იყოს კავკასიური ციყვი. კი. ანუ 24 საათში, ზუსტად 24 საათია დასული. გადავიღეთ 3 სახეობის ცხოველი. აბა კიდევ ნახოთ. კიდევ ნახოთ რა არის. ესეთი ადგილი არ არის ნაკრძალებში. აი აქაც რაღაცა ციყვი ჩანს, ციყვია კი. ეს ის არის ის რაღაცა რა გარბის. მოკლედ აქ რაც ვნახეთ არის 3 სახეობის ცხოველი. სუპერ. 24 საათში 3 სახეობა არის ძალიან მაგარი შედეგი. 3 არა, 4 სახეობაა დაში. ბოლოს მე მგონი ტურა იყო ის დიდი. მაგას უნდა კომპიუტერში ნახვა. აქ ძნელია ეხლა გარჩევა და კიდე შეიძლება სხვა სახეობაც რამე აღმოჩნდეს. აი ეხლა მოხსნი. და გადავიტან სხვა ადგილას ამ კამერას.